საპარკინგო სივრცეში, რასაც ჩვენ მიჩვეულებები ვართ პროექტებში, პანდუსით არ ხვდები. აი ეს გადაწყვეტა რა იყო და რას გულისხმობდა? ხარისხიანი ევროპული ტიპის პროექტზე მუშაობდით და რაღაც განსხვავებული იყო ეს საპარკინგო სივრცეში ლიფტებით მოხვედრა და თან მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილსაც უზრუნველყოფდა, რომ რაღაცნაირად მოგვეხთინა, რომ ცოტა მეტი საპარკინგო ადგილები შეგვექმნა შენობაში და ამიტომ ხარჯზე არ დაკარგულიყო ის ადგილები. ეხლა ძალიან საინტერესო რაღაც ვნახეთ. აქ მოსულ მაცხოვრებელს აქვს გარანტია, რომ ის საპარკინგო ადგილზე არავინ არ დახვდება, იმიტომ რომ ავტომატიზებულია სისტემა და ეხლა შემოვედით ჩვენ ავტომატურად, იმიტომ რომ ჩვენ ნომერი ამოიცნო ამ სისტემამ. აქ გვაქვს ორდონიანი საპარკინგო სივრცე და -2 და -1 საპარკინგო სივრცეები გათვლილი არის დაახლოებით 40 მანქანაზე. გასაგებია და უკვე ამ სივრციდან ეს არის ის სივრცე, სადაც ჩვენ მოხვდით აი მაყურებლისთვის კარგად გასაგები რო იყოს იმ საავტომობილო ეგრეთ წოდებული ლიფტით. ხვდებით უკვე ამ პარკინგზე, სადაც შეგვიძლია მანქანა დავაპარკინგოთ და მარტივად მოხვდეთ ლობიში. წავედით მაშინ, ეხლა ვნახავთ ძალიან საინტერესო პროცესებს იმ პროექტს, რომელიც ესე მაყურებელს ჯერ შიდა მხარე ყოველ შემთხვევაში არ უნახავს. წავედით, მოგწევთ.